ისევ აქტუალურია კითხვა, ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ოპოზიციიდან ბრძოლას ისევ მხოლოდ გირჩი გეგმავს. ბუნდოვანია გახარია საქართველოსთვის პოზიცია, სადაც ამბობენ, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას მაშინ გააკეთებენ, როცა ამის დრო მოვა. სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის კი ერთადერთი არჩევნები, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას ერთი მიზეზის, მოსალოდნელი დამარცხების გამო არიდებს თავს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდი მერიისა და საკრებულოს არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებს. არის პოლიციური რეჟიმი, რეპრესიული რეჟიმი, სადაც ყავს პოლიტიკური პატიმრები, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი არის უცნობი, ქვეყანა ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, პოლიტიკური პარტიები დგანან გაუქმების წინაშე და ამავე დროს რაც მთავარია 2008 წლის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილების რევიზირება და იგეგმება ქართული მხარის გამტყუნება. ამ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე კითხვაც კი არის უბრალოდ სამართლე. ერთობას არ აქვს ალტერნატივა და აუცილებელია რომ პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს მაგიდის გარშემო. აუცილებელია შეიქმნას სინერგიის ცენტრი, აუცილებელია რომ ეს ცენტრი ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. ყურადღების გადატანა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე ეს მხოლოდ ოცნების წესრიგი ასხამს წყალს. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ამ საკითხზე დისკუსიები როგორც მინიმუმ დროებით უნდა შეჩერდეს და საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს მიერ მიღებული იქნება მაშინ, როდესაც იქნება შესაბამისი დრო. ზაობა პოლიტიკურ პარტიას თუ ის მართლა არის პოლიტიკური პარტია, მუდმივად უნდა კონდეს ნებისმიერი არჩევნებისთვის. შესაბამისად, ჩვენც ვართ მზად და ვემზადებით ნებისმიერი ახალი არჩევნებისთვის. მაგრამ თავარი აქ არის ის, რომ ეს არჩევნები იყოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები პირველ რიგში. თუ არჩევნები ტარდება ზოგადად და შენ პარტია ხარ, არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ არ ვიცით ზოგადად არჩევნები საერთოდ ჩატარდება თუ არა, ან რაც ჩატარდება იმას არჩევნები შეიძლება ერქვა თუ არა. და აქედან გამომდინარე მე არაფრის არ შემიძლია. ხოცებს ბევრი სხვადასხვანაირი ცვლილებები შეაქვთ კანონში. ძირითადად მამლებლური, მაგრამ მე სანამ ახლა არ გავეცნობი რა წერია ამ იმაში და რა შედეგი აქვს ამას, წინასწარ განწყობა მაქვს, რომ ვიცი რომ კარგს არაფერს არ გააკეთებენ წინარე გამოცდილებით, მაგრამ სუსტად გითხრა რომ ამის მერე რაღაც უფლება ვიღაცას წაერთმება და ამით არჩევნები გაყალბდება, ეს ამის უფლება ჯერჯერობით თავს ვერ მიცემს. ზუსტად ვერ ამბობენ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას და შემდეგ აი ამ სიტყვათა თამაშობებით ცდილობენ რომ რაღაცა ლავირება და აიცდინონ ეს ამ კითხვაზე პასუხი. რეალურად როგორც დაუკვეთავენ, მათი პატრონები ზუსტად ისე მოიქცევიან. ეტყვიან რომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მიიღებენ მონაწილეობას. ეტყვიან გაერთიანთ იმას და ვისაც დღეს აგინებ, გაერთიანდებიან. შეიძლება ვერც მიიღონ მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა მთელი საქართველო უყურებს როგორ მუშაობს დროებითი საგამოძიებო კომისია და თუ რამდენი ფაქტი მჟღავნდება იქ იმისათვის, რომ ჩვენ შეგვექმნას ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, მოვაგროვოთ მტკიცებულებები და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ უბრალოდ აიგზავნოს ნაციონალური მოძრაობა, მისი მემკვიდრე პარტიები, სატელიტი პარტიები და ასე შემდეგ. თუმცა მოვლენებს მოდი წინ უგავასწრებ, მათი გადასაწყვეტი რომ იყოს არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან არ სურთ რომ იყოს ლუსტრირებული მათი რეალური რეიტინგი, მაგრამ მათზე ეს დამოკიდებული არ არის და უნდა მიყვნენ იმ ბრძანებას, რა ბრძანებაც წამოვა უცხოელი უფროსებისგან.